მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან მე ვარ ლელა ლობჟანიძე აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა სწორედ 33 წლის წინანდელ მოვლენებზე უნდა ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში სტუდიაში სტუმრად გვყავს ქალბატონი ლუდა სალია რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ის ტკივილი ის არის თავად დევნილი და აფხაზეთიდან და ის თავად მოგვიყვება აი ამ წლების წინანდელ მოვლენებს მოგესალმებით მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის ძალიან რთული გასახსენებელი არის, მაგრამ მე მინდა რომ დავბრუნდეთ 33 წლის წინ და მოგვიყვეთ, გაიხსენოთ ის მოვლენები, რა ხდებოდა ამ დროს და თქვენი როლიც თქვენ უკეთესად იტყვით ამ ყველაფრის შესახებ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გასახსენებელია. არა მარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი აფხაზეთის მცხოვრებლისთვის დღესაც კი რაც 33 წლის წინ დაიწყო. ეს იყო 14 აგვისტო აუბედითი დღე, როდესაც ომი დაიწყო აფხაზეთში და მე პატარა ახლა გამახსენდა ესე იგი სამსახურიდან გამოვედი სამომყოფოში მუშაობდი კლინიკაში და იქ ტელევიზორები ჩართული ჰქონდა და გამოაცხადა აფხაზეთის ტელევიზიამ რომ ქართული დანაყოფები შემოვიდნენ წითელ ხიდთან დგანან და ყველამ ვისაც გაქვთ საშუალება რომ დატოვოთ სამსახურები და ქუჩაში არ გაჩერდეთ იმიტომ რომ დაიწყება სროლები და ეცადეთ რომ სახლებში წახვიდეთ. მე უკვე სამსახური დავამთავრე 5:30 იყო და სახლში მივდიოდი და ისე მახსოვს ჩოჩუას ქუჩაზე რო გავედი ეშბას ქუჩამდე უნდა მისულიყავი სადგურთან ახლოს ცხოვრობდით და მთლიანად აფხაზური დანაყოფები იარაღით ხელში იდგნენ ქუჩაში ამ ჩოჩუას ქუჩაზე და ერთ-ერთი ნაცნობი რომელიც ძალიან მაღალჩინოსანი იყო პიროვნება აფხაზი ტამბია იყო გვარად და ოჯახთანაც ახლოს ვიყავი და აი ზუსტად ეს კაცი იდგა იმ დღეს იქ იარაღით ხელში ჩოჩუას ქუჩაზე ამ აფხაზურ დანაყოფებთან ერთად და აი ჩვენ რო ერთმანეთს შევხედეთ და თვალი თვალს მოხვდა მე ტროტუარზე მივდიოდი ძალიან ჩქარა და თავდახრილი და მან ერთის გააკეთა რომ მე გამატარა იქ და არავინ არ შემხებია ისე უსაფრთხოდ მივედი სახლამდე, მაგრამ უკვე საღამოს სოხუმში ქალაქში წითელ ხიდთან გაჩერებული ჩვენი დანაყოფები, ქართული დანაყოფები უკვე შემოვიდნენ და უკვე აფხაზები იქ აღარ იყვნენ და იქ სროლის გარეშე და დაბომბვის გარეშე გავიდნენ ეს აფხაზები, რა თქმა უნდა, აჩადარას გაცნენ, ეს გადავიდნენ ხიდზე და წავიდნენ იქითკენ ეშერისკენ და გუდაუთისკენ და მე უკვე იყო ცუდი პერიოდი, აუბედითი პერიოდი, მე დაიწყო დაბომბვები აფხაზების მხრიდან. თქვენ იყავით ეგ მოგიყვებით მაგასაც. და უკვე რა თქმა უნდა იქ რუსული ტანკები შემოსული იყო, იქ რუსული ტექნიკა იდგა, იქ რუს შემოყვანილი ყავდა თავისი დანაყოფები, რომელსაც რუსული დანაყოფი არ ექვა და ზოგი ჩეჩნების დანაყოფს ეძახდა და ზოგი ყაბარდო-ბალყარეთის დანაყოფს ეძახდა და ღმერთმა უწყეს იქ რა იყო და ვინ იყო, მაგას ჩვენ ვინ გვაჩვენებდა და ვინ გვეტყო და მე მუშაობდი ქალაქის პირველ სამომწყობოში ექთნად, უფროსი ექთანი ვიყავი კლინიკის და მე როგორც კი ომი დაიწყო, ეგრევე სამხედრო ჰოსპიტალი გავხსენე აგუძერაში, ზურგში, იმიტომ რომ ეს სადაც მე მუშაობდი ქალაქის სამომწყობოს ძალიან ცენტრში იყო და ხშირად იბომბებოდა და ზურგში ცოტა ქალაქიდან მოშორებით იყო გულირიფშის რაიონში ეს სამხედრო ჰოსპიტალი და მე იმ დღიდან უკვე ჰოსპიტალში გადავედი სამუშაო და მუშაობდი სამხედრო ჰოსპიტალში და მინდა გავიხსენო რომ 13 თვე ყაზარმულზე ყოფნა ძალიან რთული ახალგაზრდა ქალისთვის. აი ეს არის მნიშვნელოვანი და აქედან მინდა მივესალმო და მოვიკითხო ის ომის მონაწილეები, ომის ვეტერანი მედიცინის მუშაკები, რომელიც არასდროს არავის არ დაუფასებია და დღემდე სათანადო დაფასება არ აქვთ. ყოველთვის მინდა ვილაპარაკო მედიკებზე, ყოველთვის მინდა ვილაპარაკო ექიმებზე. აი თქვენ სამხედრო ჰოსპიტალში ხართ ალბათ ნამყოფი გორში, მანდ ჩვენი ექიმები და ექნები არიან, მაგათი მემორიალია, რომლებიც დახოცეს აფხაზებმა, რუსებმა უпроსტორად მიიყვანეს სოხუმის დაცემის შემდეგ ესენი ყველანი, რომლებიც ეხმარებოდა დაჭრილებს, რომლებიც ეხმარებოდნენ, მათ არ გაურჩევიათ ეროვნება, მათ არ გაურჩევიათ რუსი, აფხაზი, ქართველი ვინ იყო ეს ექიმები, რომლებიც ყველას უწევდნენ დახმარებას, იქ დარჩნენ და ეგონათ რომ კიდე იქ ვინც იყო იმათ დაეხმარებოდნენ, მოხიკეს ესენი ყველა იარაღით ხელში, ჩაყარეს მანქანებში, წაიყვანეს აჩადარაში და 9 აპრილის
სოხუმელის მემორიალთან მათი უმეტესობა დახვრიტეს, უმეტესობა სახლებში დახვრიტეს, უმეტესობა ქუჩაში დახვრიტეს და დღეს იმ მემორიალს აწერია აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მედიკოსები და ისინი იქ აფხაზეთის ომში დაღუპულები არიან კი არა, იქნი არიან დახვრეტილები, რუსების მიერ დახვრეტილები და ყოველთვის მე მივდივარ ხშირად მიწევს იქ მისვლა, ყოველთვის დავდგები ხოლმე და იმ გვარებს ვკითხულობ, ფაქტიურად ელიტა დახოცეს. ქართული ელიტა დახოცეს, მათ ეს სპეციალურად შეგნებულად გააკეთეს, თორე ექიმებს ჰიტლერის კი არ ხრეტდა ომის დროს, ყველა მიცის ეს, თუ ტყვედ მოხდებოდა ექიმიანებთანი, ჰიტლერს გამოყავდა ისინი, გერმანელებს გამოყავდა და კლინიკებში ამუშავებდნენ და თავიანთ სათანადო პირობებსაც კი აძლევდნენ, რომ ემუშავდა ექიმი იმდენად ელიტარულია და თუნდაც იმდენი წელი სწავლობს ექიმის დახვრეტა მსოფლიოში არავის არ გავუკეთებია რუსის გარდა, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. აი დღეს მინდა ზუსტად ამაზე ვილაპარაკო ამ დახვრეტილ ექიმებზე. კიდე რომ მივიდოდა ექიმი რაღაცის გასაკეთებლად და თქვა და იქ მოხდებოდა ეს იმ წუთში დახვრეტდნენ, არ ალაპარაკებდნენ, რომ ექიმის დახვრეტა სად გაგონილა. ქართული გვარით ექიმს დაინახავდნენ, დახვრეტდნენ. თუნდაც თბილისიდან ჩამოსული ექიმები რამდენი შეეწირა ამ ომს ასე. მოროდიორებს, უბედურებას და ათას საშინელებას იმას ომი არ ერქვა, რაც იყო. ეს იყო სინდესის და ნამუსის ომი პირველ რიგში. ყველაზე რთულად რა პერიოდი, რა მომენტი გახსენდებათ, მესმის რომ ზოგადად ძალიან რთული იყო და გარდა ამისა ჩვენ ძალიან ბევრ მძიმე ისტორიას ვისმენთ ხოლმე, ეხლა რომელსაც წაკითხვაც კი ძალიან რთული არის, თქვენ რა მისმენიათ მართლაც წარმოუდგენელი ისტორიები მესმის და ამის შემდეგ მართლა წარმოუდგენელია როგორ შეიძლება რომ რუსთან არ ვიცი. ბევრი მძიმე გასახსენებელი დღე არის და განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ომის ბოლო დღეები, ბოლო 2 დღე, სოხუმის დაცემამდე და სოხუმის დაცემის დღე, კასპის ბატალიონის მეთაური ტარიელ შარიფაშვილი, რომელიც ხელში ჩამაკვდა. აი მართლა უცრებლად ვერ ვიხსენებ. და ბევრი ასეთი აი სოხუმი დაეცა, ჩვენ არ მივატოვეთ გოსპიტალი. დაჭრილებს პატრონობდით, დახოცილებით დაუმარხეთ ჰოსპიტალის ეზოში და გემი მოადგა, უკრაინული გემი. სანაპიროს უკრაინული გემი მოადგა. ვინც შეგვეძლო და აი იცით როგორ ვიყავით, ჩვენ ვიყავით უპატრონო დაგდებულები, დატოვებულები და ექიმების და ექთენების სამარა და ჰოსპიტალის უფროსი სამარა დატოვეს ქვეყანა, დატოვეს სოხუმი. გაიქცა ყველად, გაიქცა ჯაბა, გაიქცა კიტოვანი, გაიქცა ყარყარაშვილი, არავინ არ დარჩა და ჩვენ შეგვრჩა ხალხი, ადამიანები, რომლებმაც ჰოსპიტალში მოსახლეობაც კი, რომელმაც ჰოსპიტალში შეაფარეს თავი. და ჩვენ ვიყავით ყველა და ყველაფერი, ბოლო თვითმფრინავი უკვე გაფრენილი იყო, იმ დღეს არაფერი გზები გადაიკეტა და ერთადერთი ჩვენი საშველი იყო უკრაინული გემი, რომელმაც რაც შეიძლება და მეტი ადამიანი გაიყვანა იქიდან, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინა და მე რომ უკრაინული დროშა დავკიდო, როცა უკრაინას ომი დაუწყო რუსეთმა, უკრაინული დროშა რო დავკიდე, ამან გამოიწვია ვიღაცების უკმაყოფილება და დღესაც მინდა ყველას მივმართო, მე საშინელ კომენტარებს მიწერენ, აი უკრაინის დროშა დაკიდე და რა, ვინ არის უკრაინა? ვინ არის უკრაინა და უკრაინა არის ის, რომელმაც აფხაზეთის მოსახლეობა გადაარჩინა და ძალიან ბევრს ათასობით ადამიანს სიცოცხლე აჩუქა. ეს მინდა რომ ყველა მიცოდეს, რატომ არის ეს დაფარული და რატომ არის ეს დამალული, ეს ხომ ყველა მიცის. და რა თქმა უნდა დახოცილები, რომლებიც მოყავდათ ქუჩაში არ ტოვებდნენ ჩვენი მეომრები, აი რო დაიხოცებდა, აი მოკლულებს ქუჩაში არ ტოვებდნენ, ტყვია მოსდებდათ და მაინც ვითომ იმდენ რამეს ახერხებდნენ, რომ ჩვენს ეზოში მაინც მოიტანეს ჰოსპიტალის ეზოში და იქ ჩვენ ხო არ დავტოვებდით. უკვე სოხუმი აღებული იყო, უკვე მიდიოდა ძარცვა სოხუმის და გაერთო ეს მოროდიორები, ეს შემოსული არა ადამიანები, არა გაერთვენ ამ სიმდიდრის მასში და იმან
გადაგვარჩინა რაღაცა სათები, თორე ჩვენ ყოველ წუთში შეიძლებოდა შემოსულიყვნენ და ჩვენც იმ ექიმების ბედი გაგვეზიარებინა, ვინც სოხუმში დარჩნენ, კლინიკებში, საავადმყოფოებში და ვინც დაჭრილებს და უვლიდნენ და პატრონობდნენ, ოპერაციებს აკეთებდნენ, იქიდან არიან გაყვანილი და წაყვანილი და დახვრეტილები და ჩვენ კიდე დროში მოვიგეთ. აი, იმიტომ რომ სოხუმიდან აგვიძერამდე 7-8 კილომეტრი იყო და ამ 7-8 კილომეტრის გამოსვლას მაგათ მარჩეს მოროდიორობა და ძარცვა ქალაქის და ამიტომ ყველანაირად ვეცადეთ ჩვენ ამ დაჭრილების გარიდება, იმიტომ დაჭრილებსაც ხო დახოცავდნენ, დახვრეტდნენ, ამ დაჭრილების გარიდება, ამ გემში ჩატვირთვა, ვისი გაყვანას კი შეიძლება და მე იმ გემში არ ჩამჯდარ. უკან მოუბრუნდი იმ საღამოს კიდე რაც შეგვეძლო დავეხმარეთ დაჭრილებს ოპერაციების გაკეთდა ესენი მე სვანეთის გზას გაუყენეთ და მე 28-ში დილით წებელდაში წამოვედი და წებელდიდან ფეხით გამოუყევი ჭუბერის გზას და 12 დღე დაღამე ვიყავი გზაში ის კიდე ის საშინელებები რასაც აჩვენებენ რაც ის არის რაღაცა ძალიან ხალებს ის ძიმე ისტორიები ძიმე ისტორიებია და თქვენ იყავით ძალიან ახალგაზრდა ხომ 33 წლის წინ ქალისთვის როგორ შეძელით რომ ეს სტრესი ყველაფერთან ერთად აი მე ახლა გულწრფელად რას გეტყვით იცით მე ხომ ოჯახი არ მქონდა გათხოვილი არ ვიყავი და რომ გავუყევი ამ ჭუბერის გზას და რომ ხედავდი რა საშინელ დღეში იყო ადამიანები მე წამოვიღე მედიკამენტები რაც შემეძლო რუქსაკით აი ეს ყუთით რაღაცებით და არაფერი ტანზე ხალათი მისვა და სამხედრო ფორმა ის სამხედრო ფორმა და ის ხალათი დღესაც შენახული მაქვს და ბევრჯერ სტუდიებში მოუწვევი ვართ იმ სამხედრო ფორმით და მე იცით იქ რო ვიდექი და ვეხმარებოდი იქ რაღაცნაირად აი ესე ბანაკებად ვიყავით დაყოფილი ერთი იმ ბანაკში იყო მეორე ბანაკში ვითომ ველოდებოდით რომ სოხუმში წმენდა მოხდება და ჩვენ უკან დაუბრუნდებოდით და ამ მით კიდევ ვიდექ აი წმენა გქონდა რომ ჩვენ არ გავწირავდნენ ბოლომდე და მერე რომ სიღრმეში შევედი და ამ ალპურ ზონას გავუყევით სადაც აი არაფერი არ იყო ქვები იდო მარტო და იმ ქვით დააფარებდი მიცვალებულს გზაზე გარდაცვლილს რომ მერე ნადირს არ დაეგლიჯა მეტი არაფერი არ შენარ ქონდა რომ მიწას ვერ გათხრიდი რომ მიწისთვის მიგებარებინა და მამამ შვილი დაიტირა ქალიშვილი მოუკვდა გზაში ხელში ჩააკვდა და ლოდები მივაფარეთ რომ ნადირს არ დაეგლიჯა და მაშინ ვთქვი გავიფიქრე ძალიან მზაკრულად რა ბედნიერი ვარ რომ შვილები არ მომყვება, დედა არ მომყვება, მამა არ მომყვება და მარტო მივდივარ და ამა ესენი არ ყოდებიან და ამათ არ მარხავ გზა და გზა არ მიწევს და მე ვთქვი ნეტა რა ბედნიერება რომ კიდე შემიძლია რომ სხვებს დავეხმარო და აი 1000-ნაირ საშინელებას ფიქრობ ადამიანი მე იყო ერთი 4-5 კილომეტრი ისეთი გზა იყო ჩემი დიშვილი ბიჭი და მე მოვდიოდით ერთად რომ ამოთხრილი იყო ასე მიწა და სამარისავით იყო და საჩანდა მარტო ეს ფეხით სავალი ადგილი იყო ესეთი საშინელი და ძალიან დიდხანს რო დავჭი ახლა ჩემ დიშვილ ბიჭს ვეუბნები რომ ჩვენ მე ხო კომუნიკაცია არ იყო არც ტელეფონი არ იყო მობილური არ იყო არაფერი და არავინ არ იცოდა არავისი ამბავი და მე გავეხუმრე ისა მეთქი ჩვენ ალბათ ახლა სამეგრელოში ესე იციან ადამიანი რომ გარდაიცვლება და ნეშს რო ვერ მოიტანენ ნიშანი ტანსაცმლი დაიტირებენ ხოლმე და ვეუბნები გავეხუმრე ჩვენ მეთქი ალბათ ტანსაცმლი დაგვიტირეს მეთქი უკვე იმ მკვდრები ვგონი ვართ მეთქი და ჩემმა დეშვილმა ბიჭმა იცი რა მითხრა გარდაცვლილია საწყალი იცი რას გეტყვიო ჩვენ ვიქნები უკვე მკვდრები ვართო და ჯოჯოხეთში მოვხდითო. იმდენად იყო ფსიქიკა განადგურებული ჩვენი რომ ცოცხალი იყავი თუ მკვდარი იყავი ვერ იქებდი იმისთანა საშინელი დღე გვაქვს გამოვლილი დღემდე და კიდე რომ ვიღაცა მოვა და მეტყვის რომ ბოდიში უნდა მოუხადო ვის მოუხადო ბოდიშს ვინც ერი გამიწყვიტა ვინც საჯიში ბიჭები მომიკლა ჩვენ ხო იქით არ დავსხნივარ თავს რუსეთს ხო აქეთ დაგვესხა თავს ხო ტერიტორია წაგართვა სად ვართ კაცო ვისთანა ვართ არავის არ ვეპუები არავის არ მოუხდი ბოდიშს და არავისი არ მეშინია მე რა მოდი და მოვიდნენ წამჩამსვან ციხეში ამოცნებამ მოვიდნენ მომკლან რა გავაკეთო მეტი კაცო მე მთელი ჩემი ახალგაზრდობა მთელი ჩემი ენერგია შევწირე ერს შევწერე ერთიანობა შევწერე ადამიანებზე ზრუნვას მე რისი უნდა მეშინოდეს მე უფულო ვარ უსახკარო ვარ კიდე დღემდე
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გენოციდი დღემდე გრძელდება. ყველაფერს, ყველანაირად, რამდენმა მოიკლა თავი ბინა არ მისცეს, რამდენმა გადაიგდო თავი, რამდენმა დაიცვა თავი, რატომ რისთვის? მე იცი რა გამიკეთა ამ ხელისუფლებამ, იცით რა გამიკეთა აფხაზეთის მთავრობამ, 32 წელია ბინის რიგში ვდგავარ და ახლა რომ მივაკითხე ივლისის თვეში, მითხრეს რომ შენ იცი რა, ბინის რიგიდან ამოღებული ხარ და რატომ ჩემ სიძეს, რომელიც 2 წელია ჩემი სიძეა, სახლი დაუფიქსირდა სვანეთში და ამის გამო მე სიიდან ამომიღეს. რა უნდა ელაპარაკო ამ ხელისუფლებას, რომელ სამართალზეა საუბარი, რომელ კანონზეა საუბარი, აი მითხარით ახლა. მე რომელმაც ომი გამოვიარე, რომელმაც რამდენი არ მიყვარს პირად იმაზე საუბარი, მაგრამ მე შემომთავაზეს ვითომ გმირობა და რაღაცა ორდენები. წაგებული ომის გმირობა სად გაგონილა? წაგებულ ომში გმირია დაღუპული. ცოცხლად დარჩენილს გმირობა რად უნდა და მე რად მინდა მედლის ჩამოკიდება. ჩემი მედალი არის ჩემი საქართველო, ჩემი ერი და ჩემი ქვეყანა, სადაც უნდა დამაბრუნონ უკან აფხაზეთში და დღემდე სულ ფიქრობ ჩვენ უნდა დაბრუნდეთ აფხაზეთში და აი ასე დღემდე გრძელდება ჩვენი გენოციდი. ჩვენ შევარდნაძის მთავრობამ არაფერი არ გაგვიკეთა. 2008 წლის დევნილები რაღაც 90% მაინც დააკმაყოფილა სააკაშვილმა და მაინც ბევრი რაღაცა გაუკეთა. ეხლა ბარემ სახელმწიფო პოლიტიკაზეც რომ ვისაუბროთ აი ამ დევნილებთან მიმართებაში და ზოგადად კონფლიქტებთან მიმართებაში, სანამ 2008 წლის ომზე გადავალთ, სულ ახლა ხავქონდა აი ესეც მინდა თქვენი შეფასება, აი სახელმწიფო პოლიტიკა როგორი არის ამ მიმართულებით ეხლა? სახელმწიფო პოლიტიკა არის ჩემი აზრით, მე არც პოლიტიკოსი ვარ, შეიძლება ჩემი აზრი არავის არ აინტერესებდეს, მაგრამ მე უბრალო რიგითი ადამიანი, რომელმაც ამდენი უბედურება და ომი გამოვიარე და დიდი ტკივილი გამოვიარე, რა შეფასება? მონური მოთმინება, მონური მორჩილება. აბა ომი გინდა ხმას? დროშა დავკიდე მართლობთან და რასაკეთებო ომი გინდაო? რატომ მინდა ომი? კაც ომი კი არ მინდა, მე მშვიდობა მინდა და იცოდეს იმ რუსმა გაიგოს რომ ის ჩემი ტერიტორია და ჩემი საქართველო. მე გუშინ იქ გადავდიოდი, მივდიოდი მეზობელთან, ნათესავთან, ჩემი მეუღლის დედმა მამის სოფელი იქ არის, იქ მივდიოდი და ახლა მავთუხლართი გამებეს. ეს მონური მორჩილება. აქ 9 წელია თავშესაფარი გახსნილი მაგ და 9 კილომეტრია გამოწეული 9 წელიწადში და 5 წელი არ იყო სკოლა, რო არ იყოს ახლა იქ ხორვალეთში, იქაც შემოვიდოდნენ და აქადან თანდათან მოდიან ამ ცოცხალი ოკუპაცია და 5 წელი მაგ მართლობლათი გაბმული სახში რომ მივდივარ თბილისიდან ჩავალ ხორვალეთში მივდივარ, ეზოსიქით ვერ გავდივარ, პოლიციამ გამაფრთხილა, მადლობელი ვარ მაგათი, ჩემმა ქართულმა პოლიციამ გამაფრთხილა, ლუდა არც წყროზე ჩახვიდე, არც იქით სადღაც ცოტა მოფარებულში სახლები რო დგას მეზობლებთან არ შეხვიდე, იმიტომ რომ იქვე მავთუხლართებთან შეიძლება დაგიდარაჯონ და წაგიყვანონ და მე ვიცი რომ შენ ტატუნაშვილის ბედს გაიზიარებ და აი ესე საფრთხეში ვარ, შიშის ზონაში ვარ და რა მთავრობა ეს, რა ხელისუფლება, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას ვერ იცავს, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ესა რა ქვია, ამართლებს და ხმას არიღებს და ჩუმად იყავით, მოვიდა აგერ იგოეთამდეა მოსული ეს და ეს რუსი ჩვენ ომს არ დაგვიწყებს. მე ვამბობ სიმართლეს. რატო დაგვიწყებს ომს? ერთადერთი რომ დახოცა მოუნდება, თუ მოუნდა ჩვენი სათითაუტორე, ყველა სტრატეგიულ წერტილზე რუსი დღეს 20% აქვს ოკუპირებული რუს საქართველოს. არა, მთლიანად აქვს ოკუპირებული. ყველა რაც უნდა და რუსმა გააკეთა, ყველა სტრატეგიულ წერტილზე დგას, ხელის გულზე უდევს საქართველოს და ყველა სტრატეგიულ წერტილზე ტექნიკა ყავს შეყვანილი. ჰოპ და ერთი რაღაცა რო უნდოდეს, იმ წუთში 15 წუთში აღებული იქნება საქართველო, რა უნდა ამის აღებას ყველგან და მონური მორჩილებით ევროპა არ გვინდა და რუსეთი გვინდა. არ მინდა ბატონ რუსეთი და მომკალი თუ გინდა, მე არ მინდა მონობა. სჯობს მონობაში განდიდებულსა თავისუფლების ძებნაში მკვდარი. ზოგი მეუბნება ძალიან ახლობელიც და ისეთი რომ რო არ მოველოთ, მე მონობა მირჩევნია, ომი არ მინდა. ახლაც ომში ვართ. 33 წელი აფხაზეთის ომიდან და 17 წელი აგვისტოს მოვლენებიდან თქვენთვის ორმაგად მტკივნეული არის ეს ყველაფერი, უმძიმეს ისტორიები მოვისმინე და დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან ბევრი არის თქვენს მეხსიერებაში შემორჩენილი. რა შეიცვალა აი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ახლა აგვისტოს დღეები გვაქვს და
რამდენად რთული არის ეს თარიღიც თქვენთვის, ორმაგად რთული ხო ალბათ და როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან თქვენთვის მით უმეტეს რომელიც მართლაც გუშაგის როლს ასრულებდა და მართლაც თქვენგან ვიგებთ პირველ ინფორმაციას და ფრიალებს იქ საქართველოს ევროკავშირის ყველად ვიტყვი რომ აი საშინელი სიტუაცია აი ეს ჩვენთან რო შემოდიოდნენ ხოლმე რო სტუმრები რო შემოდიან ხოლმე და კიდე სხვა სოფლებშიც ხო შედიან ხოლმე და იტყვიან ხოლმე რომ აი ყველაზე რაღაც ძიმე დასანახი არის ხურვალეთი და იცი ყველაზე ძალიან რამზაფრავს სოფელი იცლება დარჩენილებს არანაირი мотивация არ აქვს იმის აი ბედს მინებებულები არიან ბედს აი სულ ერთიას მომენტია და აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დამძროგი ბრძოლის ჟინი არ აქვს ბრძოლის უნარი არ აქვს აი თვალწინ ხედავ ჩემი გუშინ და გუშინწირო ჩემი მეუღლის მამის და დედის მიწის ნაკვეთებს როგორ ამუშავებს ოსი როგორ მიაქ იქიდან ქერი ხორბალი დგახარ და დაჩმორებული საქართველო დაჩოქილი საქართველო გაუბედურებული საქართველო უყურებ ხმა რა მოიღო აბა უმიკინდა ხმა რა მოიღო ეს ადგილობრივების განწყობაც ასეთია კი არ ვიცი იქ ჩვენად ვინ მუშაობს და ვინ ეუბნება ხმა რა მოიღო თორე მაგრამ იცით რა აი თქვენ რომ ახლა გაიაროთ მან კამერებით არავინ არ მოგცემთ ინტერვიუს ყველას ეშინია ყველა სახეს მალავს არავის არ უნდა იმიტომ რომ ისინი პირველ რიგში დაუცველები არიან იმიტომ რომ მათ უხლათიდან ამ ახლა შეუძლია რომ შემოვიდეს მესხაში და რაღაცა საშინელება ჩაიდონოს და ყველას ეშინია არავის არ უნდა რომ რაღაცა თქვას ხმამაღლა და ამის შემოყურე მე ვფიქრობ და მე ყველაზე ძალიან რისიც მეშინია თუ ასე გაგრძელდა ალბათ სადღაც 10-15 წელიწადში მაქსიმუმ ჩვენ სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ ჩვენ რუსეთის გუბერნია გავხდებით და მართლა ვიქნებით დაჩმორებული საქართველო და მართლა ვიქნებით დამონებული და დაჩოქილები ხომ არ ყოფილა თქვათ ახლა აგვისტოს დღეები გქონდა რაღაცა გააქტიურება ხომ არ შეგინიშნავთ ბოლო პერიოდში თქვათ ოკუპანტების მხრიდან რაღაცა უფრო მეტად ხომ არ აქტიურობენ ამ აგვისტოს მე ტყუილი არ მიყვარს ილუზიებით ლაპარაკი არ მიყვარს ამ ბოლო ხანებში აი ამ მთელი აგვისტო იქ ვიყავი 1-3-4 დღით ვიყავი გასული მხოლოდ თორე სულ იქ ვარ ხორვალეთში და არაფერი იცით რა შემოაკლდათ კონტინგენტი შემოაკლდათ ჯარი შემოაკლდათ ხალხი და ადრე რომ სულ იქ იდგნენ ერთ და იგივე რამოდენიმე წერტილი ხო არის საგუშაგო მათი ხორვალეთში ერთი 5 საგუშაგო აქვს და ახლა უკვე 24 საათი არ დგანან, ახლა შემოვლები აქვთ, შემოიულიან და წავლენ. ხო და აი რაღაცა გააქტიურებ ერთადერთი ის რომ 8 აგვისტოს მივედი და იმ ავტოხლათან ძალიან რთულად გავაკეთე და რამოდენიმე ხალი მიცავდა ისე მივედი, კაცებსაც არ ჩავრებ ხოლმე, ხალები მიცავენ ხოლმე, რამოდენიმე ხალი მიცავდა და მივედი და დროშა დავკიდე, მეორე დღეს მივედი და დროშა აღარ იყო მოხსნეს და წაიღეს. ხო, დროშებს არ აჩერებენ იქ მე პირიქით მართლობთან აქეთ ჩემს ტერიტორიაზე ისიც ჩემია, მაგრამ ოკუპირებულზე კი არ დავკიდე იმ ტრაფარეტი, სადაც აწერიო სახელმწიფო საზღვარია მათი ჭკვით, იქვე დავკიდე, მაგრამ გადმოვიდნენ და წაიღეს ის დროშაც. შემოვლის დროს ნახეს ალბათ და წაიღეს. ახლა დღეს როდესაც გვაქვს ესე ეგრეთ წოდებული რუსული კანონები, ეგრეთ წოდებული კი არა რუსული კანონები პირდაპირ, მაშინ როდესაც ძალიან დიდი არის რუსული პროპაგანდა, ძალიან დიდი აქტიურად ასე ვთქვათ მუშაობენ ამაზე, შეზღუდვები, დასავლეთის დისკრედიტაციის მცდელობა, ევროკავშირის ასე შემდეგ აგროვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და არ ვიცი კიდევ რა მედიის შეზღუდვა და ასე შემდეგ. რას უკარგავთ ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისიკეთე გვახსოვს მით უმეტეს დევნილებს ოკუპაციო ხაზთან, ხო, სწორედ ევროკავშირის გრანტებით და ასე შემდეგ. და ევროკავშირის გრანტით დაფინანსდა ჩემი თავშესაფარი, ვინ გამიწევდა იმ ისეთ დახმარებას, ვინ გამეკეთებდა. რა თქმა უნდა, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსებით ზუსტად და მიდის იმისკენ. მცდელობა არის და ძალიან მაგარი მცდელობაც არის, ძალიან ძლიერი მცდელობაც არის და გამოსავალს ვხედავ ოპოზიციის გაერთიანებაში, რომელიც ვერა და ვერ შედგა, იმიტომ რომ ეტყობა ოცნების მოსყიდულები არიან ბევრნი და თამაშობენ. მე ასე ვფიქრობ და მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და ძალიან ხმამაღლა შევიძლია და თამამად შემიძლია ეს ვთქვა, არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არც არასდროს არ ყოფილა, უბრალოდ ვარ აქტივისტი და
ამის თქმისაც არ მეშინია, ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, უნდა საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს ვადამდელი და იქნებ რაღაცა განაიტრალდეს ეს სიტუაცია და ახალი ხელისუფლება მოვიდეს და ჩემი გულწრფელი აზრი ასეთია, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რამდენი წელია ვუყურებდა ერთი პარტიიდან მეორეში გადახტებიან, მეორედან მესამეში, მესამედან მეოთხეში, არც ერთი არ არის სანდო. ესენი ყველა საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებენ ამას. ესენი ყველა უნდა წავიდნენ, უნდა მოვიდეს ახალი სუფთა თაობა, უმციკლო თაობა, რომელიც აი მართლა ევროპულ ღირებულებებზე არიან გაზრდილი და აი მე მაინც ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს, რომ კი ამათაც ჭირდებათ ლიდერი აუცილებლად ჭირდებათ ლიდერი და არასდროს არ მისაუბრია მიშა საკაშვილზე არც ერთ სტუდიაში და თქვენ თუ მომცემთ ამის უფლებას მე ვიტყვი ჩემს აზრს მიშა მარტო იმიტომ უნდა მიშა ციხეში უნდა იჭდეს იმიტომ რომ ეს ნაძირლები მოიყვანა და იცოდა ვინც მოდიოდა და მაინც ამერიკა ვერ დაარწმუნა იმაში რომ ეს ხელისუფლება არ უნდა მოეყვანა. თორე მიშასნაირი ლიდერი და მიშასნაირი პრეზიდენტი არც ყოლია და არც ეყოლება აწის საქართველოს. ეს არის დიდი ტკივილი ჩვენი მიშა რო ციხეში ზის, რას ქვია მიშა არ არის პოლიტპატიმარი. ნომერ პირველი პოლიტპატიმარი მიშა არის და მიშა უნდა იყოს პოლიტპატიმრების სიაში, მაგრამ მიშაზე იმიტომ არ გულნატკენი რომ აი იმიტომ ჩავსვამდი 3 წლით მაგალითად მაქსიმუმ ციხეში რომ ეს მთავრობა მოიყვანა. არ უნდა ექნა. ამაზე უარესი არ მოხდებოდა კი თუ მიშა არ მისცემდა ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას ამათ იქნებოდა რაღაცები, მაგრამ აი ასე ძალიან არ იქნებოდა რაც დღეს გვჭირს რა. საშინელება გვჭირს ჩვენ დღეს. არ ვიცი საით მივექანებით. ზოგიერთ სახლი აქვს, კარი აქვს, საჭმელი აქვს, სასმელი აქვს, ფული აქვს, იშოვეს და არანაირი ტერიტორიული მთლიანობა არანაირი იმას ვერ ხვდებიან რომ გაილია შაგრენის ტყავივით იქ აზერბაიჯანელი გვეცილება იქ ის გვეცილება ტერიტორიას აგერ რუსი გვეცილება აგერ სომეხი გვეცილება არაფერი არ დავრჩით და გავქრებით და აღარ ვიქნებით გუბერნია ვიქნებით და მე ამაყი ვარ რომ ხარ რით ახარ ამაყი რა გაქვს ამაყო გაილია შაგრენის ტყავით საქართველოს და აღარავინ აღარ დავრჩით რა დავრჩით ტერიტორია აღარა გვაქვს დიახ თქვენ მე მაინტერესებს საფლავზეც ნაწილობრივ ახერხებთ ხო იქ სადამდეც შესაძლებელია ეს კიდე ცალკე მტკივნეული თემა მაგრამ იქ ალბათ ხვდებით მეორე მხარეს დარჩენილ მოსახლეობას თუ გაქვთ კომუნიკაცია რაღაც ფორმით თუნდაც აფხაზეთთან და როგორი განწყობები არის ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით თქვენ მე ახლა რამინდა გავიხსენო გუშინ მყავდა მე სტუმრები აფხაზეთიდან და იმ ერთ-ერთ პიროვნებას ცოლ-შვილი ყავს აფხაზეთში გაგზავნილი. ანუ რამინდა ვთქვა, ეს მიმოსვლა არის აფხაზებთან და ქართველებთან, აფხაზებთან და მეგრელებთან. მიმოსვლა არის სიყვარული არის რიგი. კაცხომ არის პროპაგანდა რუსული და იმათი მხრიდან განწყობა. იქ არის მაინც ცენტრში იქ სადაც უფრო მეტი აფხაზი ცხოვრობს და უშუალოდ გუდაუთაში, გაგრაში ის მაგრამ აქედან მიმოსვლა არის სიყვარული არის და არის კარგება რაღაცა ძაფები ჯერჯერობით არის ეს ძაფი არ უნდა გაწყდეს მაგრამ ახლა თქვენ რომ დამისვით შეკითხვა აი სასაფლაოზე თუ შევხვდი ვინმეს ან დაუშვათ მავთუხლართან თუ შევხვდი შემთხვევით ახლოს მოსულს იქ მავთუხლარის მიღმა დარჩენას გამოდიან კონტაქტზე იმდენად ეშინიათ რომ იქიდან რუსი მიყურებს კოშკურიდან და ვერ დაგელაპარაკები ძალიან დიდი შიში აქვთ ძალიან დიდი შიში აქვთ მათ და კომუნიკაციის შიში აქვთ მაგრამ აქეთ აფხაზეთთან ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და ეს მაძლევს მე რაღაცა იმედს მისახავს გულში რომ ჩვენ არ დავიკარგებით ბევრჯერ ჩამიგდებენ ხო აფხაზეთში ვიღაცაზე ქართული დროშა და ვიღაცამი აფხაზეთში ქართული დროშით მანქანით გაიარა იქ აფხაზები ქართულ სიმღერებს უსმენენ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემო კარგო მაგრამ აქეთ მხარეს ოსეთისკენ ეს არ არის ყველაფერი ჩაკეტეს ყველაფერი და იმიტომ აფხაზები მაგრად დგანან აფხაზები იცი რასაწვები ან აფხაზები რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას ოსები იძახიან რუსებს შეუერთდებითო ამიტომ ჩვენ მაინც
გზა აფხაზეთისკენ საქართველოს შემოსაერთებლად ტერიტორიების დაკარგული სახსადგენად გზა აფხაზეთისკენ მეგრელებთან არიან ძალიან კარგ ურთიერთობაში გადადიან გადმოდიან ძალიან ბევრი აფხაზი მკურნალობს მათ შორის ცხინვალიდანაც მკურნალობთ ხო მაგრამ ისინი ცოტა რა ვიცი რაღაც პროპაგანდის ქვეშ არიან კი პროპაგანდა არის ძალიან დიდი და არც არის იქ ისეთი აფხაზები ბევრად ჯობია ოს სეპარატისტებს იმ გაგებით რომ აფხაზებს თავის დამოუკიდებლობისთვის მაინც იბრძვის. მათ შორის ხო ჩვენ გვისმენენ და გვიყურებენ თრიალეთს ცხინვალში თუ არ ახშობენ ხოლმე და ახერხებენ ის ოსები არა ისინი დამოუკიდებელი კი არის ხა რუსეთს უნდა ჩვენი ტერიტორია უნდა რუსებისკენ წაიღონ და აქ აფხაზები მაინც ქართველებისკენ რაღაცა ურთიერთობები რაღაცა იქ ქართველის აფხაზზე გათხოვება აფხაზის გათხოვება ქართველზე რაღაცა შერეული ქორწინებას დღემდე არის და მე ამას კარგი თვალით ვუყურებ და მაინც იმედი მაქვს რომ ჩვენ მაინც დაბრუნდებით. დიახ და ძნელი მისახვედრი არ არის თუმცა თქვა 33 წელი აფხაზეთის ომიდან 17 აგვისტოს ომიდან და აი ამ პერიოდის შემდეგ რა არის თქვენი სურვილი და თუ იცვლება ის წლებთან ერთად თქვა ხელი მთავარი სურვილი ყოველთვის ერთია სურვილი ერთია რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ სამაჩაბლო დავიბრუნოთ ლიახვის ხეობა დავიბრუნოთ და ის იყოს ქართული იურისდიქციის ქვეშ მოქცეული და რა თქმა უნდა მე დღემდე ისევე რომ ეკითხები სოხუმელებს ყველა ყვებით ხოლმე ყველას ერთი სიზმარი გვესიზმრებენ რომ შევდივართ სოხუმში რომ იქ ბეტერი მოგვდევს რომ იქ ვიღაცას ვემალებით აი დღემდე სოხუმი მესიზმრება დღემდე ჩემი ქუჩა მესიზმრება დღემდე ჩემი კლინიკა მესიზმრება და ბევრი ასეთია რომ ალბათ ბევრი სათქმელს ვიტყვი რომ ჩვენ მაინც უნდა ერთად ვიყოთ დავბრუნდეთ და მართლა ფული ხო არ არის ყველაფერი მართლა მილიონები ხო არ არის ყველაფერი არ მინდა მე ვამბობ ხოლმე ოღონდ დაბრუნება იყოს და იმ ჯოჯოხეთი რომელიც ითაც გამოვიარე ოღონდ დაბრუნება იყოს და ისევ სვანეთი წავალ ფეხით თქო ოღონდ დავიბრუნოთ აფხაზეთი მე რამოდენიმე დღის წინ ჩემი ბიძაშვილის ბიჭი იყო წასული სოხუმში და ჩამიგდო ჩვენი სახლის მისასვლელის აქამდე არ ქონდათ ნანახი არა ვიდეო ჩამიგდო და მე თქვენ ჩაგიგდებთ მაგას ვაიმე გული გამისკდა ჩემი სახლის კედლებზე ხეებია ამოსული ისეთ ადგილას ცხოვრობდით რომ იბომბებოდა ეს ადგილი და ჩვენ სანამ წამოვიდოდით დაიბომბა და სახურავებს აწვიმდა და მე გაიძარცვა სამჯერ სახლი იქ ქალი დარჩა მეზობელი რომელსაც იძე აფხაზი ყავდა ქალიშვილის ქმარი და ის გვაწვდიდა და ინფორმაციას მე ის ქალი დაიღუპა გარდაიცვალა უკვე ხო და ახლა ამან რომ გადაიღო თან გაჩერებას არ შეიძლება რომ ქართველი ხარ რაღაცა შეიძლება ვიღაცამ შარი მოგდოს და ახლობელმა წაიყვანა და გადაიღო იქ და გული გამისკდა გული მომიკვდა აი არაფერი არ არის ეზოშის შესასრულიც არ არის ტყე არის უკვე აბა 33 წელი წარმოიდგინეთ და მაინც მერერა რომ ჩემი სახლი არ არის მერერა ტერიტორიებს ხო დავიბრუნოთ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ჩვენ ყველაზე ლამაზი მხარე საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხე და ყველაზე კარგი ადგილი მე ევროპაში ვცხოვრობ ის იყო ევროპა ნამდვილი ევროპა იყო სადაც ცხოვრობ ზოგმა რა ვიცი მე რატო გაცვალა ასე აფხაზეთიდან დევნილებმა ასე ჩუმად რატომ არიან არ ვიცი რატო მოწონთ აქ და რატო არ უნდათ რომ ასე ხმამაღლა ილაპარაკონ აფხაზეთის დაბრუნებაზე ამაში არავინ არ მიუსჯის საშიშელს და ყველას მე უნდა ხმამაღლა მივმართო რომ მოდით ვიზრუნოთ ჩვენი მიწა-წყლის დაბრუნებაზე უღრმესი მადლობა მართლაც უმძიმესი ისტორიები მოვისმინეთ გესურვებთ მხნეობას ლუდა სალია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი გემშვიდობებით დროებით